ბავშვებო, შემოთავაზება. შემწვარი კარტოფილი და ფრი ნახევარ ფასად. დამშიერი აღარ იქნებით. ჩვენ გვინდა ფრი. არ გასკდებით ფეხბურთელებო? ფეხბურთელებს უყვართ ჭამა. ლორენ, თქვენი მეგობრობა მართლა დასრულდა? ხო, წურბელებივით არიან. იცი რა დიმო, ვფიქრობ რომ როცა გოგო ურთიერთობაშია, არ უნდა ყავდეს მეგობრები. თან მგონი გაშტერდებიან. ხო, მართალია, ყოველთვის მე მეყურებდნენ. დიმას უყურე, ლორენი ბრაზდება ხოლმე. ხო, ვუყურებ ალექსა. გამარჯობა, თმას გაუშვით ხელი, სასაცილოები ხართ. ლორენ, ავიღოთ ჩვენთვის კარტოფილი. ხო, გვინდა 2 ფრი. ლორენ, ამდენ საჭმელს თუ შეჭამ, მერე შენს კარტოფილად გადაიქცევი. მართლა. უკვე კარტოფილია, ვერ ხედავ? ჰაუ, ერთი ნახეთ ვინ საუბრობს, თორე თქვენ ძალიან გამხდრები ხართ. გომბოშებო, ჩვენ ხო არ გელაპარაკებით, ხოლო თქვენც არ გველაპარაკოთ. დიმა, უბრალოდ შურთ. გოგოებო, მოდით მეტი ლორენს არაფერი არ ვუთხრათ. რატომ? გვაბრაზებს და ვუთხრათ. არ მომეწონა ის ფაქტი, რომ გვითხრა, რომ გამხდრები არ ვართ, რაღაცნაირად მომხვდა. კარგი, დაწყნარდი, ბაყაყი ხარ ულამაზესი. აბა გოგოებო, ჰელოვინზე ვინ უნდა ვიყოთ? რას ფიქრობთ? არ ვიცი, მაგრამ მინდა რომ ძალიან საშიში ვიყო. არაკნოპა საშიში და საყვარელი. გოგოებო, არ ვიცი საერთოდ ვინ მინდა რომ ვიყო. მაია, კოსტუმი არ გჭირდება. შენ თვითონ ხარ ჰელოვინი, შენს თვალს შეხედე, რა გაქვს დაკრული. ნასტია, არ გესმის, იქნებ პრობლემები აქვს მაგ თვალზე. არანაირი პრობლემები არ მაქვს გოგოებო, უბრალოდ ჩემი სტილია. კარგი მაია, თუ ასეა, მაშინ გვაჩვენე. კარგი, ნახეთ, ორივე თვალი ნორმალურად, თან ორივეს ვახამხამებ და ყველაფერს იდეალურად ვხედავ. მაია, ძალიან ლამაზი ხარ, ამის გარეშე რატომ გიკეთია? მაინტერესებს. გოგოებო, მე მეგონა რომ რაღაც კატასტროფა ხდებოდა. ხომ გითხარით, არაფერი არ მჭირს, უბრალოდ ჩემი სტილია. გაიგეთ რა. კარგი, მოდი კოსტუმებს დავუბრუნდეთ. იქნებ შავი ბანი ვიყოთ. არ ვიცი, მე მკვდარი პატარძალი მინდოდა რომ ყოფილიყავი. კნოპა რა მკვდარი პატარძალი. მინდა რომ მკვდარი პატარძალი ვიყო. მაშინ კნოპა მკვდარი პატარძალი იყავი ყურებით, იმიტომ რომ ბანი ვართ. არ ვიცი, მე შავი ბანის იდეა ძალიან მომწონს. ხო, მეც თან ესეთი კოსტუმი არავის არ ექნება. დიანა, არა, შავი ბანი ვიყავი უკვე არ გახსოვს? ხო, მაგრამ იქნება ახალი კოსტუმები ვიპოვოთ. ამაზე რას ფიქრობთ? არა. ის 4 კარტოფილი ფრი. მოიცა, მარტო 4 რატო, კაფეში 12 ადამიანია. ბანი დიეტაზეა, ბაყაყებმა მარტო მილკშეიქები შეუკვეთეს. არა, პიცა დერეფანში უნდა გახვიდე და ამფას და კლებაზე ყველას უთხრა. სხუმრობ. პიცა კარტოფილის 30 პორცია გვაქვს და მხოლოდ 4 შეუკვეთეს. მაშინ ერთად გავიდეთ და ერთად ვიყუროთ. და მე ვინ გააკეთებს? კარგი. ფრი ნახევარ ფასად. პიცა ცოტა ხმამახლა. ყველა კარტოფილი უნდა გავყიდოთ. კარტოფილი ფრი ნახევარ ფასად. პიცა, რა კარგი კოსტუმი გაქვს. მისმია კნოპა, იქნებ ჩვენც ასე ჩავიცვათ ჰელოვინისთვის. არა დიანა, ფრი არ მინდა რომ ვიყო. კარგი რა. ხო, კნოპა. საკად ეს არ გააკეთო. დაბა რა უნდა ვქნა, მთელი ცხოვრება აქ გავატარო. ნახავთ, სწავლა, შევიცვლები, დავბრუნდები და გეტყვით. აბა რაც შევიწობებო. გინდა რომ უფრო დასუსტდეს ჩვენი გუნდი? მინუს ზიპი, მინუს ზაკატი, 4 დავრჩებით. შენმე ჩემი მეგობარი მეგონე და ახლა რა უნდა ვქნა? მე ყოველთვის ვიძახდი რომ მოხალატე იყო. კარგი მეგობრებო, არ გინდათ ასეთი ადამიანების ჯგუფიდან ისედაც უნდა წავიდნენ და ეს კიდე თვითონ მიდის. აჰა, ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ გშურთ ჩემი. გამარჯობა ზაკატ, მზად ხარ? ხო, მზად ვარ ახალი ცხოვრებისთვის. ღმერთო ჩემო, მე მეგონა ჩირლდერი იქნებოდა. ყოფილი ჩირლდერია, რა მნიშვნელობა აქვს? იმედი მაქვს, მათ შორის არაფერია. ვა, მერი, მამაც გოგო ხარ, არ გეშინია რომ შეიძლება ჩვენნაირი გახდე. მაგრამ არა უშავს, საკატი მაინც მიდის და შეგიძლია შენთან გვემოდო. მე წინააღმდეგი არ ვარ. არ ინერვიულოთ, ყველაფერს სწორად გავაკეთებთ. აი ნახავთ, მე შევიცვლები. ისე მიგვირს საკაც როგორ გავუმართლა, როგორ იპოვა ადამიანი რომელიც დათანხმდა. კოცნა არაფერია, იმედი მაქვს არ გამოუვათ. თუ არ იმუშავებს, მე ჩვენ ჯგუფში მაინც არ დავამატებ, ძალიან არ მომწონს. ზაკატ, ჩვენი შეთანხმება გახსოვს? ხო, მახსოვს. თუ გაკოცებ და ადამიანი გახდები, ფულს მომცემ. ხო, მერი, ფულს მიიღებ. და თუ მე გავხდები შენნაირი? სკოლაში საჭმელს ყოველ დღე გიყიდი. შევთანხმდით. აქცია, შემწვარი კარტოფილი ფრი, 2 პორცია, 1-ის ნაცვლად. პიცა კარტოფილი კარგია, მაგრამ ეს სკოლა არის და არა მაღაზია. მასწავლებელმა მაიკ, ისმა თქვა რომ 30 პორცია უნდა გავყიდოთ. პიცა, ახლა სკოლაში ხართ. მასწავლებელმა მაიკ, ეგ ის უთხარით. გამარჯობა ბაჭიებო, აქ რატო შეთხართ, დარბაზშიც გეძებდით და გასახლებშიც. გამარჯობა მასკოტ, ახალ პომპომებს ველოდებით. ხო, ვარდისფერები შევუკვეთეთ. გოგოებო, ჩემთვის არ შევუკვეთეთ, ზოგჯერ მეც მინდა რომ პომპომები მქონდეს.
მასკოტ, შენ ჩილდერი არ ხარ, პომპომები არ გჭირდება. გირჩევნია შენი თიცეყო. ხო, თან იხტუნო. კარგი გასაგებია, ესე იგი გვექნება დღეს ვარჯიში. კი, გვაქვს. მასკოტ, არ ინერვიულო, დაგიძახებთ. გოგოებო, პიცა ძალიან მეწოდება, ეს რაში სჭირდება? აქ დგას და ყვირის free. იქნებ ჩილდერერი გავხადოთ. არა, გამორიცხულია, მე აი ისი მოვახოლმე სპორტ დარბაზში და ეგ არ გვაწყობს. გოგოებო, კარგი შეხვედრამდე დარბაზში წავალ. მოიცადეთ გოგოებო, მეხუთე ჩილდერი გჭირდება, თუ გადაწყვიტეთ რომ ვიღაც გააგდოთ უკვე ჩვენი გუნდიდან. მაია, დამშვიდდი, არავის არ ვაგდებთ. უბრალოდ პიცა ძალიან მოგწონს. არა გოგოებო, იყოს და გაყიდოს free, უკეთესად გამოსდის ვიდრე პომპომების დაქნევა. კარგი, მე მეგონა მე გამაგდებდით. გოგოებო, მგონი კურიერი. ხო? გამარჯობა. გოგოებო, გთხოვთ აუხსენით, რომ სკოლა კარტოფილის გასაყიდი ადგილი არ არის. მე სკოლის კაფეში ვმუშაობ, აბა სად უნდა გავყიდო free? პიცა, სკოლა და არა სუპერმარკეტი. და ზოგს არც უნდა ჭამა, თვითონ გვანან ამ კარტოფილებს. არა იანა, ეს უკვე ზედმეტი იყო. ეგრე მეც ვიყვარს კარტოფილის ჭამა და მე რა გავარ კარტოფილს. მოკლედ პიცა წადია ისთან და უთხრა. კარგი, მხოლოდ კაფეში. პიცა ამაზე არ იხუმრო, მეორედ გაფრთხილებას აღარ მიიღებ. ხო, როგორც სკოლის ადმინისტრაცია, ჩვენ დირექტორთან გაგაგზავნით. ყველაფერი გასაგებია, ახლა ის უნდა ავუხსნა. გოგოებო, მან ყველაფერი გაიგო. მასწავლებელო მაიკ, ჩვენი ყველას ესმის. მასწავლებელო მაიკ, თუ შეიძლება დაბრუნდით, ჰელოვინის რაღაცეები უნდა განვიხილოთ. წვეულება გვინდა. ესე იგი ესაა ჩემი ახალი ცხოვრება. საკატი, კალათბურთელი. მოკლედ ბიჭებო, მალე ჰელოვინი მოდის და შეგვიძლია ყველა შვარცნეგერის ფორმა ჩავიცვათ. ძალიან მაგრები ვიქნებით და ძლიერები. კარგი, თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ, მაგრამ მე არ მინდა, ისედაც შვარცნეგერი ვარ. კარგი, ხო გეყოფათ კუნთების ჩვენება, თორე შემიძლია მეც გაჩვენოთ. კარგი, ტიმურ არ შეწუხდე, გასაგებია. და აბარის ჩასმასაპირებ. კარგი, არ გვინდა ახლა აღშტომა და კოსტუმებზე ლაპარაკი. სავარჯიშო წავიდეთ დარბაზში. რომელ ამბოლ დროს ასეთი მოსაწყენი რატო ხარ? ახლა ყველა ჰელოვინზე ლაპარაკობს და უნდათ რომ მაგარი კოსტუმები გქონდეთ. ჩვენ კალათბურთელები ვართ, ვალდებულები ვართ რომ ყველა გავაუცოთ. კარგი მეგობრებო, საკმარისია. ისე მე ვიცი, ვინც ვიქნები ჰელოვინზე. ცუდი ბაჭია ვიქნები. კარგი ბიჭებო, უფრო სწორად სმაილ და ცუდო ბაჭია. სავარჯიშო წავიდეთ და სხვების გაუცებაზე მერე ვიფიქროთ. გისმენთ? უბრალოდ საუბარი გვინდა. ჩვენ გუნდი ვართ და შენ თავს გვარიდებ. თქვენთან გუნდში არ ვარ, იმ ადამიანებთან ვერ ვიქნები გუნდში, რომლებიც ჩემ შეყვარებულს აშტერდებიან. და არ გიფიქრია, რომ შენი ყურადღების მისაქცევად ვაკეთებდით ამას? ასე თუ გააგრძელებ მოქცევას, გავარდები გუნდიდან და მე გავხდები კაპიტანი. რა, ამას მე მეუბნებით? მომისმინე, შენ დატოვებ გუნდს დღესვე. გეულდებით, რომ მოხვიდეთ და ბოდიში მომიხადოთ. უნდა რომ გუნდიდან გაგაგდოს. არაფერს არ გააკეთებს. მოიცა, ეს ვინ არის? წარმოდგენა არ მოქვს. აქ ასე ძეგლივით რატო დგას? ბიჭებო, თქვენ ამ წელს მაგარ კალათბურთელს უყურებთ. უბრალოდ ახალი ვარ, ჯგუფი არ მაქვს და შეგიძლიათ რომ თქვენთან მივიხოთ. ჩვენ ახალ წევრებს ჯგუფში ხშირად არ ვიღებთ და საერთოდ ვინ ხარ? მეგობრებო, ისე მგონი ვიღაცას მაგონებს. ხო, მე საკატი ვარ, ძველი ზომი, მაგრამ ახლა კალათბურთელი ვარ და შემიძლია თქვენთან ვიყო. ხო, საკატი ხარ. ალბათ კარი შეგეშალა. ჩვენ ზომებს ამ ოთახში არ ვიღებთ. მეგობრებო, ვერ ხედავთ, ჩვეულებრივი ადამიანია. ჩავარტყეთ ბიჭებო, მე ახლა ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და შემიძლია თქვენ ჯგუფში ვიყო. მე 4 წევრი ვიქნები. ბიჭებო, რაღაც ფონია რომ დაგვერხა. კარგი, აბა ახალ წევრი, ჯერ გვაჩვენე რა შეგიძლია. ივარჯიშებ. დიანა, მოდი! გოგოებო, მინდა ყველას მოგილოცოთ. ძლივს ვარდისფერი პომპომები გვაქვს. ამას ძალიან დიდხანს ველოდით. კნოპა ვაიმე რა მაგარია G A M A R J V E B A გამარჯობა. იმედი მაქვს ამ პომპომებით უკეთესად ივარჯიშებთ. კარგი, ნასტია. იეი, ახალი პომპომები. მაია? რა მაგარია, ჩილდერი რომ ვარ. და ჩემი. ამიტომ გოგოებო, ბანი საუკეთესოა. კარგი გოგოებო, წავიდეთ სპორტ დარბაზში, გამოვიცვალოთ და ვივარჯიშოთ. ხო, იმედი მაქვს კალათბურთელებმა დაამთავრეს ვარჯიში და სპორტ დარბაზი თავისუფალია. თუ არ არის, გავაგდებთ კალათბურთელებს. ნასტია, ასეთი თავდაჯერებული თუ ხარ, შენ გააგდე კალათბურთელები. კარგი გოგოებო, წავედით, ვეღარ ვითმენ. ერთი სული მაქვს, როდის ვივარჯიშებთ ამ პომპომებით. ხო! ბიჭებო, ხედავთ? ჩემამდე არავის არ გაუკეთებია ეს სასწაული. საკატი ახლა თინეიჯერია, იქნებ თქვენც დაგეხმაროთ. არა, მე არ მინდა. ჩვენ მოღალატეები არ ვართ, გვირჩევნია ზომბები ვიყოთ. ხო, საკატი არ ვართ. და მე?
ბოდიში ზალინა, მაგრამ შენ არ გაგოცებ. ბიჭებო, შეგიძლიათ გახდეთ კალათბურთელები, ფეხბურთელები, როგორც ზაკატი. არა, ცოტა მაცდული მართლა არის, ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება, მაგრამ არ ვიცი. მოკლედ მერი, ამაზე ვიფიქრებთ. იფიქრეთ, მხოლოდ ბოლო სართულზე კი არა, ყველგან წასვლა შეძლებთ. გამარჯობა, მერი, აქ რას აკეთებ? გამარჯობა, გოგოებო. მერიმ ძალიან კარგი შემოთავაზება გითხრა. მაგრამ ჩვენ უარს ვეუბნებით და მერის არავინ არ აკოცებს. ვაუ, ეს გაიგეთ, მერის უნდა რომ ზომბი გახდეს. რატომ? წარმატებები, მერი. არასწორად გამიგეთ. მიხვდებიან, როცა საკაც დარბაზში დაინახავენ. წარმოიდგინეთ, ახლა რომელიმე ჩერილდერს რო შეუყვარდეს, არ ამგონია. ვა, მართლა მაგარი ხარ. ხო, ჩვენ უკვე ახალი საუკეთესო მეგობარი გვყავს. ხო, გილოცავ. ბიჭებო, იცით მართლა როგორი რთულია, როცა ზომბი ხარ. კარგი საკად დაივიწყე, მორჩა, ახლა ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. კალათბურთელებო, გადით, ახლა ვარჯიში გვაქვს. ისე შენ კნოპას თავიდან შეუყვარდები. გამარჯობა. გოგოებო, კნოპა, რა? გამოიცვალე. გოგოებო, ზაკატი კალათბურთელია? აჰა, ესე იგი ახლა იცანი შენი ყოფილი შეყვარებული. კი, ახლა ასეთი ვარ. გოგოებო, საკატი ძალიან მაგარი ტიპია. ხო, ნამდვილი კალათბურთელია. რა, როგორ გახდი თინეიჯერი? კნოპა, აკოცე? არა, შოკში ვარ, კნოპა. ის ადამიანია. არა, ზაკატ. არა, ახსენი ეს როგორ მოხდა? მოიცა, რაზე ლაპარაკობთ? ვისაც ვაკოცე და ადამიანი როგორც გავხდი. რა? ხო, მერი დამეხმარა. ის იყო ერთ-ერთი ვინც დამთავრდა და ძალიან ბევრიც დამიჯდა. ვაუ, მერი საკოცე რომ კალათბურთელებს შეერთებოდი და შემდეგ გეყვირა, გამარჯობა, მე შენი ყოფილი შეყვარებული ვარ. გოგოებო, აქ რა ხდება? შეგიძლიათ ამიხსნათ? რა არის ასახსნელი? ფუ, მერისგან უფრო გამიკვირდა. არა, შოკში ვარ. არ გაიყინო, უბრალოდ ის სიამოვნე ჩემნაირი ახალი კალათბურთელის ყურებით. მოიცა, დიანასთან არ შეგეშალოს, თორე ჩვენი ურთიერთობა დასრულდება. დიანა, იქნებ ვარჯიში გავაუქმოთ, გთხოვ. კარგი, რა თქმა უნდა, გოგოებო, ვარჯიში გაუქმებულია. კნოპა. გოგოები რაღაც უცნაურად იქცევია. ხო, გასაგებია რატომაც. კნოპამ გაიგო, რომ საკატმა მერი საკოცა და კნოპას რატომ არ აკოცებ? კნოპა მოარი მითხრა, მხოლოდ მერი იყო თანახმა. კნოპა! კნოპა, არ მესმის, ზაკატზე იეჭვიანე თუ რა მოხდა? არა, უბრალოდ შოკში ვარ, ზაკატი და მერი? მაგრამ ის ხომ კარგია, ახლა 4 არიან, ჩვენც 4 ვართ, ანუ ყველას ეყოლება ერთი ბიჭი, ყველა ჩვენგანს. მაია, შენ ვისთან გინდოდა? არ ვიცი, მე არც ერთი კალათბურთელი არ მომწონს. კარგით, გოგოებო, გაჩერდით, ნუ ყოფთ კალათბურთელებს. ვერ ხვდებით, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა შეგვიძლია მათთან. მაგრამ კნოპა ძალიან ნაწყენია, კნოპა, მომისმინე. ზაკატი ზომბი იყო, ახლა ადამიანია. შეიცვალა. არა, არ შეცვლილა, ვერ დაინახე როგორ ამაყობდა, რომ მერი საკოცა? კნოპა, მართლა ამ ზაკატზე ტიროდი ამდენი ხანი და გვიმალავდი? მართლა ჩანს რომ გაგიჟდი ეჭვიანობით. მაგრამ როგორ? ჩემთან კოცნამ არ გახადა ნამდვილი ბიჭი, მაგრამ მერი საკოცა და შემდეგ ყველაფერი გამოვიდა. ანუ ერთმანეთისთვის არიან. მართლა ნაკოცნი გაქვს მისთვის? მაია, მთელი ზაფხული მათთან ვიყავით, ზომბებთან. კარგი, გოგოებო, გთავაზობთ რომ ჩემს სახლში წავიდეთ და განვიხილოთ ეს უცნაური სიტუაცია. ვინ არის მზად? ჩვენ. კარგი, წავედით. ბავშვებო, თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. საკატი როგორ გახდა ადამიანი? მართლა მერი საკოცა? ცოტა შოკში ვართ. მაგრამ კარგი, რაც არის. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად. კნოპა, შოკში ვარ, ამდენი ხანი ზაკატი გიყვარდა და ამას მალავდი? გასაგებია. მართლა, ნასტია, ერთი წუთით. კნოპა, მთელი ეს დრო ერთი წამი. ჩემთან კოცნით არაფერი არ გამოვიდა და შემდეგ მერი საკოცა და ყველაფერი გამოვიდა. ამგონი ერთმანეთისთვის არიან შექმნილები. აუ, არა, ამერია. ჩემთან კოცნამ არ გაამართლა და ნორმალური ბიჭი ვერ გახდა და მერი საკოცა და ყველაფერი გამოვიდა. მგონი ერთმანეთისთვის არიან. კარგი, თავიდან. ჩემთან კოცნით არ გამოვიდა და ბიჭი არ დიანა, ხედავ. Two, three.